გამარჯობა, აჭარა თაიმსი კიდევ ერთხელ გიერთდებათ პირდაპირ ეთერით, ამჯერად ვიმყოფებით ბათუმში, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩის გზაჯვარედინთან და როგორც კადრში ხედავთ, აქ მდებარეობს კომერციული ფართები, ადამიანები ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა არის ერთი საინტერესო გარემოება, ამ მაღაზიების წინა ტერიტორია როგორც ჩანს, იყო სახელმწიფოს საკუთრება და სახელმწიფომ ამ ადამიანებთან შეთანხმების გარეშე წინა მისასვლელი ტერიტორია ისე გაყიდა, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც აქ წლების განმავლობაში საქმიანობენ, ინფორმაცია არ მიაწოდეს. და სანაცვლოდ მოხდა ის, რომ ადამიანებს კომერციულ ობიექტებთან მისასვლელი ფაქტობრივად აღარ აქვთ და ისინი არიან იზოლაციაში. ერთ-ერთი საინტერესო კადრი არის ისიც, რომ აქ ადამიანი ფლობს წლების განმავლობაში კომერციულ ობიექტს და მას ფაქტობრივად აღარ აქვს მისასვლელი. რადგან ეს მისასვლელი სახელმწიფომ გაუყიდა ამ ადამიანებს და აი რა გააკეთა ახლა ახალმა მესაკუთრემ, ავტომობილი მოიტანა, გაფუჭებული ავტომობილი და ამით ჩახერგა მისასვლელი გზა. შესაბამისად ადამიანს უკვე აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომერციული ობიექტი განკარგოს სურვილისამებრ. უკვე შეატყობინეს უკვე მეორე ობიექტების მფლობელებსაც მისასვლელს ცოტა ხანში ჩაუკეტავენ და უკვე მათ აღარ ექნებათ უკვე ფუნქციურ ობიექტებში შესვლის ნებართვა. საინტერესო გარემოება არის ის, რომ ამ მიწის მფლობელი არის ფორმალურად ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც მათივე ინფორმაციით არ აქვს დიდი შემოსავალი, თუმცა მის სახელზე ირიცხება საკმაოდ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი. თუმცა რეალურად, როგორც ეს ადამიანები ამბობენ, ამ მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელები არიან გავლენიანი პირები, კერძოდ ქართული ოცნების შემწირველები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ადამიანებს ძალისმიერი მეთოდით დაატოვებინონ ეს ტერიტორია და უარი ათქმევინონ მათ კომერციულ ობიექტებზე. როგორც გავიგეთ, აქ იყო მუქარა იმისა, რომ მათ დაუწვავდნენ ობიექტებს, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათმობდნენ ამ ტერიტორიას. მოკლედ, მე საქმის ვითარება გაგაცანით და უფრო მეც უკვე ამ ადამიანებისგან მოვისმენთ, ვინ არის დაინტერესებული ამ ტერიტორიით, რა ტიპის მუქარა იყო მათზე და როგორ გაუსხვისა სახელმწიფომ ამ ადამიანებს მისასვლელი გზა, რომლის იქეთაც მათ არაფერი აქვთ. შეგვიძლია უკვე მოვისმინოთ ამ ადამიანების პოზიცია. მოგესალმებით, ქალბატონო, გითხარით თქვენ კომერციულ ობიექტს სურვილისამებრ ვეღარ განკარგავთ, იმიტომ რომ მისასვლელი გზა უკვე ჩაგიხერგეს. როგორ გასხვისდა თავის დროზე ეს ტერიტორია, თუ გქონდათ ინფორმაცია თქვენ ამის შესახებ და რასთან გვაქვს ადგილი? მე ბევრჯერ მქონდა მერიასთან მოთხოვნა, რომ დამერეგისტრირებულა ეს 23 კვადრატი მიწა. მერიდა რამოდენიმეჯერ მომივიდა ვარი იმის გამო, რომ ხან ტროტუარის რეაბილიტაცია იყო, ხან გზის რეაბილიტაცია იყო და არ დამიმტკიცდა და მომივიდა ვარი. მე დიდი ხანი გასარემონტებელი მქონდა ეს კომერციული ფართი, რომელიც მე არ მქონდა საშუალება, რომ გამეფართოვებინა, გამეკეტებინა და დავისესხე ფული და გავარემონტე და გავაქირავე 7 წლიანი კლიენტი მყავდა, ქირავებელი, რომელმაც მოვიდა, იქირავა, ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია, ოღონდ სიტყვიერი ხელშეკრულება იყო და მეორე დღესვე ჩამიკეტა ეს გზა და იძულებული გახდა მქირავებელი ვინც იყო, რომ გაეტანა მისი ნივთები, რომ გზა ქონდა ჩაკეტილი და ვერ ამუშავებდა ამ ობიექტს. ფაქტობრივად თქვენი კომერციული ფართი არის იზოლირებული, სხვა შესასვლელი აღარ აქვს. იზოლირებულია, სხვა შესასვლელი არ აქვს, მე მისამართიც აქედან მაქვს და შესასვლელიც აქედან მაქვს და მაგან მითხრა, რომ მაგას მერია წაგართმევს და მე დამეჩოქები და შემეხვეწები, რომ შევისყიდოო, დრო მოვავო იმ დონეზე მიგიყვანო. ასეთი მუქარები იყო, წაგართმევს მერიაო და მე შემეხვეწები, რომ შევისყიდოო და მე არასოდეს არც შევასყიდიებ მაგას, არც გავასხვისებ, არც მივცემ. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ დავიბრუნო ჩემი ეზო, თუ გასაყიდი იყო აუქციონზე, შემოვეთავაზებია მერიას, რომ
შენ იყიდე და მე თუ ვერ ვიყიდი, მაშინ ეყიდა ბექა თვალაძეს და ახლა არავითარ შემთხვევაში სისხლს დავღრი და არ დაუთმო. ბექა თვალაძე, რომელიც დოკუმენტებში არ ფიქსირდება, რეალურად ის არის მფლობელი, რომელიც ამავდროულად არის ქართული ოცნების შემწირველიც. კი ბატონო, ზუსტად მასეა, მაგას ოცნებაში აგი მყავსო, იგი მყავსო, აგი მფარველი მყავს, იგი მფარველი მყავსო, შენ ხარო გლეხიო, პენსიონერიო, ვერ წახვალ შორსო და იძულებული გახდები, რომ მომცე მაგი 45,000 ლარში მაგი შენობაო. აგი დამემუქრა და წავიდა. კიდევ რა ტიპის მუქარა იყო? ჩვენ ვიცით რომ გვერდითა ობიექტს დაემუქრა ობიექტის დაწვით. კი, მე ვარ მოწვე მაგის რომ დაურეკა ანზორ ძირკვაძეს რომ დაგიწვა მაგ ობიექტზე და გამხობ თავზეო და ერთ მშვენიერ დღესო მოხვალო და შენი ობიექტი არ დაგხვდება ადგილზეო. ეს ანზორ ძირკვაძეს დაემუქრა და მე დამემუქრა რომ კაპიკებში წაგართვავს მერიაო და ჩემთან მოხვალ ხვეწნა მუდარით რომ ვიყიდო მე ნორმალურ ფასათო და ნორმალურ ფას რას თulis მაი და მე არ ვყიდი ამას. მე ეს არის ჩემი საშემოსავლო წყარო, რომელიც ვირჩინო თავი. ანუ მერიასთან გქონდა თქვენ სიტყვიერი კომუნიკაცია, რა გითხრეს, როცა ეზო გაასხვის, ეს მოტივი რა იყო მათი მხრიდან? ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ შესასვლელი აღარ გაქვთ უკვე, თქვენს ობიექტს ვეღარ განკარგავთ, იმიტომ რომ მოიყვანეს ჯართად ქცეული ავტომობილი და დაგიყენეს შესასვლელ კართან. და სხვა შესასვლელი თქვენ ფაქტობრივად არ გაგაჩნიათ. არ გაგვაჩნია ჩვენ სხვა შესასვლელი, მეორე მხარესო გამოტეხეო კედელიო თვითონ ბრძანებს და მეორე მხარეს ზუსტად ტროტუარზე დევს ეს შენობა და არანაირი შანსი არ არის რომ იქიდან იმოქმედოს უკანა მხარეს ვიცით რომ არის საავტომობილო გზა და ფართი საერთოდ არ არის. არ არის იქ ფართი რომ იქიდან კაცმა შეხვიდე და გამოხვიდე. კარები რო გააღო, იმის ადგილიც არ არის მაგ. რას აპირებთ ახლა და მერიის პასუხზე მინდა კითხოთ. ბრძოლებთ მერიასთანაც, პარლამენტში შევალ, წერმე განცხადებებს, მომზადებული მაქვს განცხადებები და არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში გაიყვანოს აი ჯართი მანქანა, გამითავისუფლოს ადგილი, არის ჩემი შესასვლელი, თუ შესასყიდია, მე შევისყიდი და არა მისგან არ ვიყიდი. მერიამ რატომ გაგიყიდათ ისე რომ ამის შესახებ თქვენ არ ქონდათ წინასწარ ცნობები, რას ფიქრობთ? იმიტომ რომ მას უნდოდა რომ ეს ჩვენი შენობა მაგ მერიდან მიწარო იყიდა 1700 ლარში, ისე უნდოდა ჩვენი შენობების ყიდვა. მაგი აქვს მაგას გეგმაში დღესაც. და დღემდეც მაი გეგმა ქონდა. ხო, დოკუმენტებში ფიქსირდება ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც თქვენივე ინფორმაციით არ არის დიდი შემოსავლის მქონე, თუმცა მის ბალანსზე უკვე გაჩნდა მიწა. რეალურად კი თქვენ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მიწის მფლობელი არის ბექა თვალაძე, ხო? თვითონ ამბობს, თვითონ მოვიდა, თვითონ გვეუბნება, თუ იმ ქალმა იყიდა, იმ ქალმა მოვიდეს და იმ ქალმა დაგველაპარაკოს. რატო არ გველაპარაკება მაიკალ? თვითონ ამბობს, ამ წუთას არ არის თვითონ ამ მიწის მფლობელი, მეორე წუთში ეს ჩემია და მე როგორც მინდა ისე მოვიხმარო. თუ არ არის მიწი, როგორ იხმარს, როგორც უნდა. ხშირად მოდის ამ ტერიტორიაზე და გემუქრებათ? ხშირად მოდის, გვირეკავს ტელეფონზე, რომ ასე გვაწვალებს გამასაჩივრა რომ ის რატო ჩავსვი კარები, ძველი კარები მქონდა, ახლით შევცვალე. გამასაჩივრა ზედამხედველობაში, ზედამხედველობამ დამაჯარიმე 6,000 ლარი. ხო, აქეთ თქვენი უფლება ირღვევა და აქეთ კიდევ სხვადასხვა ფორმით გებრძვიან რომ იძულებული გახდეთ რომ ეს ფართი დატოვოთ. იძულებულს ხვდის რომ მე ეს არ გავაქირო, მისი ესე იგი ჩანაფიქრი არის რომ მე მივცე ეს კვადრატობა 1700 ლარში. ასეთ კარგ ადგილზე. გასაგებია, თქვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით და გავაგრძელებთ კიდევ საუბარს, მანამდე მეორე კომერციული ობიექტის მფლობელსაც მოусმინოთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა, როგორ აღმოჩნდა, როგორ გაიგეთ ერთ დღესაც, რომ თქვენ ხართ ფაქტობრივად იზოლირებული, გამოსასვლელი აღარ გაქვთ და წინა კარებთან შესასვლელი მიწა გაგიყიდათ სახელმწიფომ, ისე რომ არ იცოდით თქვენ ამის შესახებ. ეს მე ფართი მაგ ნაყიდი 26 წელია. ჩემია 100 კვადრატი. მერე კანონი რომ გამევიდა 2000 ესე იგი 99 წელში. ვიყიდე მაი ფართი. 2007 წელში კანონი რომ გამევიდა, აქ მქონდა ყველაფერი როგორც ახლა ხედავთ. და ექსპერტად შემოწმოს რაღაცა. იქედა რომ დავიწყე მე აღიარებაზე შეტანა, პირველად მითხრეს რომ გაყოფა გააკეთეთო ჩემი და ლამარას შუაზე საერთო სარგებლობის იყო. და გაგიფორმოთ ყველაფერი კარგად არისო. მერე ეს რომ გავაკეთეთ, შევიტანეთ, მოვიდა კომისიამ თქვა კი ბატონო ეკუთვნის აღიარებით ყველაფერი მაქვს აგერ მათი ფურცელით განახებთ აღიარებით ყველაფერი რამოდენი ჯუმელი შევდა იმდენჯერ ვარც მეუბნებოდნენ რაღაცა მიზეზების გამო. მერე 2024 წლის 26 სექტემბერს
საღამოს საათებში მირეკავს ჩემთვის უცნობი ბექა თვალაძე. და მითხრა რომ ანუ 2024 წლის 23 სექტემბერს ჩვენ და უცნობად ჩაატარეს აუქციონი. მირეკავს რომ მითხრა რომ მე შენი კომერციული ფართები მაღაზია და ბარი ვიყიდე. როგორ იყიდე შენ მეთქი მე ვერ წარმოვიდგენდი ეს ჩემი საკუთრებაა მეთქი. შენი საკუთრება რა არისო მოვალო და გადაგიწო მაგასო 300,000 მაქვს გადახდილი მაგაში მეო. ეხლა ამბობს 400,000 მაქვს. ვისადლებს ამ ფულს მე ჩვენ არ ვიცით რა ჩვენი საკუთრება. ამდენი ფული როგორ გადაიხადა, როცა რეგისტრირებული არის სულ სხვა პირზე ეს. ხო. არის ჩემი ერთადერთი შესასვლელი. აქედან გამომდინარე 20 კვადრატი მე მქონდა მერის ნებართვით პირველი კლასის შენობა გაკეთებული. რომელიც 2019 წელში მაინებართვა რომ მომცეს, ამ პერიოდში პანდემია იყო რაღაცა და 2-3 წელი მაგის დასრულებას დამჭირდა რაღაცა და ჯერ ერთის თეთრი წარამიღია მაგინა არ მისარგებლეა, იმიტომ ვეღარც გავაქირავე, ვეღარც მე ვისარგებლე, ფიზიკურად მე ფული არ მქონდა რომ მესარგებლა და რაღაც. მოდი ვაჩვენოთ. ამის შემდეგ მომიყევდეთ ან ვაჩვენოთ რა ხდება. ამის შემდეგ იმარ ბექა თვალაძემ დამირეკა, მივედით მერიაში დავით კოპინაძესთან, ქალბატონი ლამარა და მე ვიყავით და ადვოკატი. დავით კოპინაძემ თქვა მე საქმის ყურში არ ვალო რა ხდებაო გავარკვევო და კი ბატონო 5 ჯერ რომ მივედით მე 5-ად გითხრათ მე 6-ად არ მახსოვს სიმართლე რომ თქვა. მაშინ თქვა რომ სასამართლოსო შეიტანეთო და თქვენო აღიარებითო გაგიკეთებთ ისაო აქ რასაც ხედავ ასე მქონდა ყველაფერი გაჩვენებ მერის კომისია რომ მევიდა თქვა რომ ერთადერთი ვისაც ეკუთვნის ეს კაცია აღიარებით. ხო და მე გადაუფორმა კოპინაძემ თვალაძის სიდედრი ასმათ არძენაძეს. ანუ სიდედრის სახელზე არის დოკუმენტებში ასე ფიქსირდება, მაგრამ რეალურად აქ მოდის სულ სხვა პირი, რომელიც ამბობს რომ ჩემი არის ეს საკუთრება. მისი სიძე მოდის ბექა თვალაძე, მაგინი არიან მშენებლები, ბექა მარველიძე და მაგინი არიან პარტნიორები. ბექა მანუელიძე, ბაგრატ მანუელიძის შვილზე არის საუბარი და მისი ძმა არის ასევე ქართული ოცნების წევრი, დაჭერის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. კი ბატონო. იქედან ჩვენ სადაც დავწერეთ, სადაც ისვკენით, ეგრევე ბლოკავენ ყველაფერს. პრემიერ-მინისტრთან მქონდა დაწერილი განცხადება, ამას პრემიერ-მინისტრთან კი არ მეიტანდა ყოველ შემთხვევაში, იმან უნდა გამოგზავნა აქა. ვინც სასისხლის სამართლის საქმე ჰქონდა ჩადენილი, დავით კოპინაძემ მომწერა რომ სამართლიანთმა გაკეთებულიო. იმან მომწერა მე პასუხი. ხო და აქ ეს მე ვარ კიდე ვითუმეტეს ამ ოცნების მხარდამჭერი. ეს არ იცის არც პრემიერ-მინისტრმა, არც მდინარაძემ და არც ივანიშვილმა. აქ ადგილობრივი ჩინოვნიკები აკეთებენ ამას. და რა ხდება ბათუმში ეს არ აქვანი მათ წარმოდგენაში, მათ გონიან რომ ესენი სუფთად აკეთებენ და რაღაც. ამისთან რაღაცა მართლა მსოფლიოში არ მომხდა და საქართველოში არც ერთ თავრობაში არ მომხდა რამფერი რაღაც. რომ აი ეს ზოს შესაძლებელი ჩამიკეტოს. აგერალი გადაიღეთ, ნახეთ. ხო და ანუ თქვენ ხართ ქართული ოცნების ამომრჩეველი და ასე გეკცევათ პარტია. თქვენ პირად იმაზე გამოსცადეთ, პირად მაგალითზე, რომ ასე ეკცევიან ადამიანებს. ოქტომბერში იმავე წელს ისევ ქართულ ოცნებად გამომცემული აგერ დოკუმენტი მაქვს ყველაფერი რომ იმას მივეცი ხმა. იმიტომ მათი მომხრე ვიყავ. და დაახლოებით 1000 კაცი მყავს და მათი მასში გადმოყვანილი წარმოედგინე მომხრე ჩვენ. როგორ დაგიფასდათ ეს სიკეთე მე? ასე დამიფასდა, მაგრამ ეს ახლა მე რა გეუბნები ზემდგომში ეს არავინ არ იცის. 2019 წელში ეს რომ აღარ გამიფორმეს, აი გვერდით აგერ 20 კვადრატი მერის ნებართვით გავაკეთე პირველი კლასის შენობა. ამ მომენტში მოვიდა პანდემია რაღაცა, დამჭირდა დიდი დრო ბანკიდან გამევიტანე 40,000 ლარი. ხო და ერთი თეთრი არ ამიღია მაქიდან. გუშინ მევიდა ზედამხედველობის სამსახურმა და გააკრავო ესო სვისი მიწარიო 20 კვადრატია ესე. ანუ კრუგში გვერდიდანაც და წინდან არ შევიდე არსიდან, გამიგე? ხო და ეს სვისი მიწაა და უნდა დაშალო 10 დღეში თუ არა და დაგაჯარიმებთო. და ჩვენ ფაქტობრივად გამოდის რომ თქვენ შესასვლელი აღარ გრჩებათ. ეს ტერიტორია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ კადრში, იყიდა სხვა ადამიანმა, მფლობელმა და ამ კომერციულ ობიექტებს შესასვლელი აღარ რჩება, იზოლირებული ხართ. რასაც ხედავ ეს კაპიტალური კინაბეტონი, აგერ განახებ საბუთ ახლა მე ამას დაწერა კინაბეტონი თუ მქონდა 2007 წლამდე გაკეთებული და ყველაფერი და მე კუთვნდა ერთადერთი ასე თქვენ იგენმა მაშინ. დახკითხონ რომ ანუ რეალურად თუ მე მეკუთვნდა აღიარებით.
აღიარებით არ მომწეს, იმიტომ მათ უნდადნენ და ჩუმად გაყიდეს. ეხლაც გვემუქრებიან, რომ ამათაც გართმევთ, ამას საკუთრებაზეც გვემუქრებიან. ამას დაგიშლით, მერია. ახლა ჩემზე ის თანხაოთ მეალა, მარას უთხრეს 45000 ლარშიო, მაგასო შევაფასებიეთ უკეო და დაგიშლითო, მაგ პარცაო. და ანუ ამ ბათუმში არის განუკითხაობა და რაღაცა, რა ვიცი, ჩვენ უნდა თქვენ ფიქრობთ, რომ ცენტრს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ადგილობრივი ჩინოვნიკები თვით ინიციატივით ასე ემუქრებიან ადამიანებს? რა თქმა უნდა, ეს რომ დინარაძე მიცოდეს, ეს რომ ყობახიძე მიცოდეს, ეს არაპატიეს, იმიტომ რომ ესენი ოცნებას უთხრიან ძირს. ეს იმას ანიშნავს მარტო რომ მაგინი ფული რომ შესწირეს მაგათ. არიციან მეგეთო, ამისთან რაღაცას არ გუუკეთებს ოცნებას. ოცნების წარმომადგენელი ვითომეტეს. ანუ ის ბექა თვალაძე, რომელიც არის რეალური მფლობელი ამ მიწის, არის ქართული ოცნების შემწირველი კი ბაზარში ეს ინფორმაცია იძებნება და თქვენ ფიქრობთ, რომ რეალურად ის არ არის ქართული ოცნების ამომრჩეველი თქვენ ხართ და ასე გექცევათ პარტია თქვენ? ვარაუდობ ამისთან კორუმპირებული რაღაცებს რომ აკეთებენ. ვარაუდობ, იმიტომ რომ თუ ქართული ოცნების მომხრე ხარ, აქედან გამომდინარე ქართული ოცნებას ძირს ხوار გამოუთხრი, ხო? მე ასე ვფიქრობ. და მეორე პირი ახსენეთ კიდევ მანველიცე, ის რა კავშირში არის ამ ამათ უდანან ეს რომ ჩვენი ძვლები და გვართვან და გააკეთონ კორპუსი. ის არის მისი პარტნიორი, ერთ ფირმაში არიან. ორივე არიან ბექა მარველიძე და ბექა თვალაძე. ბექა მანველიძე არის გიორგი მანველიძის ძმა, რომელიც გიორგი მანველიძე არის საჭირის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მისი მამა იყო ასევე ბათუმის ყოფილი მერი, ვიცე-მერი, ჩინოვნიკი, ასევე ქართული ოცნების. და გამოდის რომ ფაქტობრივად სისტემა გიპირისპირდებათ თქვენ. კი ბატონო, მე მთავრობის თავმჯდომარეს რომ დავწერე განცხადება და დააწერეს ზედამხედველობას 2 თვის განმავლობაში მეუბნებოდნენ 2 შაბათ მოვალთ, 3 შაბათ მოვალთ, ამ დღეს მოვალთ და საერთოდ არ მოვიდნენ, გამიგე? და მე მომწერეს 2 თვის მერე, რომ ჩვენ არ გვეხება მეგეო. აქედან გამომდინარე, ესე იგი, სადაც უნდა მიხვიდე, ეგრევე ბლოკავს ეს ისა, რა ქვია, ეს ჩინოვნიკები. ბლოკავენ ეგრევე. ერთ-ერთი მევიდა გამომძიებელმა. არა, ბატონო ანზორ, ეს არ არის სიმართლე, მიდიო, ნახეო, ამას ვერავინ ვერ გააკეთებდაო. ამ თავრობაში ამას არ გააკეთებდენო. ესო რაღაც შეცდომა არის. ესო რაფერ შეიძლება, ესო ვერ წარმომიდგენიაო. პასუხიც ვაღარ მომწერა მან ეგრევე დაბლოკეს მაგით. დიახ, 2 თვეა ეს დავა მიმდინარეობს თქვენს შორის, თუმცა 2 წელი უფრო სწორად და მას შემდეგ გადაწყვეტეთ სამართლიანობას რომ ვეღარ მიაღწიეთ, გადაწყვეტეთ რომ მედიას უთხრათ. რა თქმა უნდა, სასამართლოში რომ შევტანე 2 წლის უკან, იმის მერე მაგას ჯერა დანიშნულა სასამართლომ. მე რო შევტანე. იმის მერე შეიტანეს მაგინმა გამოსახლებაზე სასამართლოში და 6-ჯერ სასამართლო ჩაატარეს. და მოსამართლეს რომ ეუბნებოდი, რომ ეს ვერ მცემდა პასუხი. იმიტომ ავალებდნენ ალეთყობა მოსამართლესაც. რომ ამ რაღაცა შეიძლება? ანუ გიპირისპირდება სისტემა, თქვენ ჩინოვნიკები გიპირისპირდებიან და იძულებულს ხდიან, რომ თქვენი კომერციული ფართი, რასაც ჩვენ კადრში ვხედავთ, ნებაყოფლობით დატოვოთ და საკმაოდ დაბალ ფასად. თუ არა და ყველანაირ ზომებს მივმართავთო, აგერ განახებთ, აგერ გააკრეს გუშინ 6000-ო და იმის შემდეგ იმისთან აქ რომ ახლა შენ დადიხარ ამის ფულს გადაგახდიებთო, იმენდეს გადაგახდიებთ იმ რაღაცას რომ შეიძლება ბინას გაყიდო. თუ არ მას არ დათმობ. რას აპირებთ ახლა? თქვენ გადაწყვეტეთ რომ მედიასთან ისაუბროთ ამის შესაძლებლად. რომ გეიგოს სახელმწიფო და რამდენად უნდა შევიდე პრემიერ-მინისტრთან, ამ დინარაძესთან და ეს ამბავი უნდა გავაგებიო, რომ ეს ადგილობრივი ჩინოვნიკები რას აკეთებენ, რომელიც იმ ხალხმა არ იცის. და მე უსიკვდილოდ აქედან გამსვლელი არ ვარ. უსიკვდილოდ. და არ მინდა თან ციხეში წევიდი ან რაღაცა და ამას ვიღაცამ უნდა მიხედოს მგონია და მიხედავენ. ხო, ნახოთ, რა ტიპის გამოხმაურება ექნება, ჩვენ ცხადია ამ ამბავს ვაკვირდებით და გავაშუქებთ, ნახოთ რა ტიპის გამოხმაურება ექნებათ. შეხედე 2007 წლამდე ეს ხეები ყველა აბსოლუტურად ჩემი დარგულია ეს ეკენა ბეტონი. განახება გასაბუთს გამოგიტან ახლა მერის ქაღალდი მაქვს მოცემული რომ შეამოწმეს რომ ერთ-ერთი მე რომ მეკუთვნოდა რეალურად რა. და მე მერისაც უთხარი. ვერ ნახავ ამისთანა რომელიც კანონიერად მე მეკუთვნა თქვენ
კანონიერს არ აკეთებდნენ და უყანონოს აკეთებდნენ, მაგრამ მე სხვანაირად თუ კეთდებოდა არ მეგონა, გამიგეი? არ მეგონა, სხვანაირად თუ კეთდებოდა და ახლა მე რადგან კაცი ვერ ვნახე ან რაღაცა საშუალება არ მქონდა, ამიტომ არ მომწონს, მაგრამ აგერალ და შემოწმოს ნებისმიერმა. გასაგებია, მადლობა. დაველაპარაკოთ ამ ქალბატონსაც, თქვენი მოსაზრება მოვისმინოთ. იმ მუქარებზე გითხარით, რა ტიპის მუქარები იყო? იყო მოსული პირადად ბექა თვალაძე, რომელმაც მანქანიდან ჩაწია მინა და იქედან მემუქრა. ნახეთ თქვენ რას დაგმართებთ, მაქედან იმხელა ჯარიმებს დაგაკისრებენ, ვერასოდეს ვერ გადაიხდით, წაგართუმთ ყველაფერს, თქვენ საკუთრებასაც წაგართვევთ, დაგიწვავთ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, და თქვენ რა უფლება გაქვთ? მე ვთხარი კანონია, ჯერ სასამართლო არ ჩატარებულა, ბოლო დასკვნა არ ყოფილა, საიდან მასახლებ, რანაირად მასახლებ, კერძო საკუთრებას რანაირად მართმევენ, გზას რანაირად მიკეტავენ. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, პატიოსანი, შრომელი. ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ამით ვშრომობთ, პენსიონერი ხალხი ვართ, რა დავაშავეთ? თუ გასაყიდი იყო, შემოეთავაზებიათ, ეგება ჩვენ ვყიდულობდით და თუ ვერ ვიყიდით, ვერ გადავიხდით, მერე მიემართა სხვისთვის, ან თვითონ მოსულიყო ჯერ დაგველაპარაკებოდა. წაგართმევ, რატო უნდა წამართვას? ჩემი ოფლით 35-40 წელი ვშრომობ და სulis შევიძინე აიგი. შენობა ნაგებობა და რატო უნდა წამართვას ვინღაცა თვალაძემ და რატო უნდა მემუქროს? ვერ გევიგე. რატომ გააკეთა სახელმწიფომ თქვენი აზრით ასეთ მალულად გაასხვისა თქვენი შესასვლელი ტერიტორია და რასთან გვაქვს რეალურად საქმე? რასთან გვაქვს და კორუფციასთან. ჩემთვის რომ შემოეთავაზებიათ, უნდა შემეძინა რაცხის იმფასად და იმან შეწირობები გოუკეთა ქართულ ოცნებას, ფული მისა იმას კოპინაძეს, ხო და 400.000 გადავიხადეო კაცი იძახის, როცა ჩარიცხული აქვს 160.000 ლარი და 400.000 აქ მოსულიყო მომეცი, ახლა 400.000 მთხოვს. საიდან მე პატიოსან მოქალაქე, საიდან აქვს 400.000 რომ მქონდეს, მაგრამ ხომ არ ვიმუშავებდი, ვიქნები სახლში, ლამაზად დამჯდა არის. რასთან გვაქვს საქმე ახლა რეალურად და რას აპირებთ სამომავლოდ? ვხედავთ რომ გადაწყვიტეთ 2 წლის თავზე როცა უკვე ეს დავა მიმდინარეობს, მედიას უთხრათ, გაასაჯაროოთ ეს ამბავი, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? თუ მომკლავს ბექა თვალაძე, ისე წავალ აქედან, ისი ამას არაფერს არ დაუთმობ. რაც არ უნდა წინ შემომთავაზოს, ასე თმისრა, მთელ ბათუმსო დამასეო, მომიგზანიო, მაგრამ ვერაფერს ვეღარ ეღისები, ჩემგან წაგართმევო და ნახოთ ერთი რაფერ წამართმევ და რატომ უნდა საიდან უნდა წამართვას და გევიხედე, ნახევარსაათი არ გასულა და მძედამხედველობა, მე ვიდა აი შენობა დეიჩალოს უნდაო, მე ვთხარი საიდან ჯერ არაფერი დასკვნა არ გვაქვს, არაფერი სასამართლო განაჩენი არაა და თქვენ საიდან ასკვნი მეთქი? ახან იყო ადამიანი და მემუქრა და ნახევარსაათში რო გამოიგეცი, ჯერ გაარკვიე მე ვთხარი და მე დეიშალოს ვარ მართალი თუ არა არ ვიცი და რა უნდა დაშალონ, კერძო საკუთრება დამიშალონ, 25 წელია, 27 წელია აქ ვარ და გუშინდელმა მოსულმა ვიღაცა ბექა თვალაძემ რადგან პარლამენტში ვინც ყავს და ფარველობენ, რატო უნდა წამართვას? თქვენ ეს მუქარა რეალურად აღიქვით, იმიტომ რომ ერთ-ერთი მძიმე მუქარა არის ის, რომ დაგიწვავთ ობიექტს. დავგვიწვავ იმუქრება და რაფერ ახლა ყველაფერს კადრულობენ და რაფერ არ აღვიქვა. ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება მივიდოდე და ეგრე გამიტანოს მანქანით, გადამჯდარი არიან დიდ მანქანებში და არიციან რა ქნან და რომ ფარველობს იმას არ ეშინია. არა ავის და იმიტომ იმუქრება, თორე რა დასამუქრებელი მე ვარ ახლა, რომელი იგი მე ვნახა. წესიერი ადამიანი, ხომ შეიძლება წესიერად ნორმალურად დამელაპარაკოს, რა თუნდა მას დამუქრება და იგი. რა ვიცი, ეგონა შევაშინებ და წავართმევ, ამას ვფიქრობს, მაგრამ ვერ შეგვაშინებს, ალბათ მასათები აქ გაკეთებული, დარწმუნებული ვარ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ანუ იძულებულს ხდიან, რომ ნებაყოფლობით დატოვოთ ეს ფაქტი. შევაშინოს და დოუთმო, მაგრამ არაფერს არ დოუთმო, აი იცოდეს ყველა. თუნდაც მოვხდე. მადლობა. მოდით ახლა მაყურებელს კიდევ ერთხელ თუ მოვყიდი მასო, ესე იგი ამ მისაღებად ჩვენ ვარი უთხარით, არ ვყიდით ჩვენ, ეს ერთადერთი ეს არის ჩვენი ისა შემოსავალი წყარო. ადგა და გააკეთა მერე, გადაიტანა მერის იმაზე ბალანსზე, გადმეიტანა რაფერს უნდა ის აკეთებენ.
კომერციულ ფართს ავაშენებ აქ, მაი ძველი რა თქინა, მაი დამპალი მშენობა. კომერციულს ავაშენებ, პირველ სართულზე მოგცემ 35 კვადრატს. 57 კვადრატში მომცემ 35 კვადრატს და ზევით 35 კვადრატ ბინას. ახალი გექნება და კაი გექნება, დაგვარიგა და დაგვაკვალიანა მისი ჭყვით, მან არის ჭყვიანი და ჩვენ ვართ უწიგნურები, გაუნათლებლები. ასეთი წარმოდგენა აქვს მაგას. მოდით ახლა მაყურებელს კიდევ ერთხელ ავუხსნათ რეალურად რა ხდება. მე შეგახსენებთ რომ ვიმყოფებით ბათუმში, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან და როგორც კადრში ხედავთ, აქ არის სამი კომერციული ობიექტი და ამ კომერციული ობიექტების შესასვლელი, სამივე შესასვლელი წინა ტერიტორია, აი ეს ტერიტორია სახელმწიფომ ისე გაასხვისა კერძო პირზე, რომ აქ ამ ობიექტების მფლობელებს ამის შესახებ წინასწარ ცნობები არ ჰქონდათ. და მფლობელმა, რომელმაც იყიდა ეს ტერიტორია, თქვენ კადრში ხედავთ, ეს პატარა ნაკვეთი, კომერციული ობიექტის შესასვლელი, ჩაუხერგა ჯართად ქცეული ავტომობილით, დაუყენა ეს ავტომობილი და მათ უკვე ამ კომერციული ობიექტის განკარგვის უფლება აღარ ეძლევათ. და ამ პროცესში ისინი ასევე იმუქრებიან იმით, უკვე ფუნქციური ობიექტების მისამართით, რომ დაუწვავენ და მზად არიან იმისთვის, რომ ყველანაირი ფორმით შეავიწროვონ ეს ადამიანები და იძულებული გახდნენ, რომ დათმონ ეს ტერიტორია. ეს ტერიტორია წინაზოლი არის სხვა მფლობელზე უკვე და კომერციულ ობიექტებს შესასვლელი კარი აღარ რჩებათ. მოდით ვნახოთ რეალურად რა ხდება ამ კომერციული ობიექტების უკანა ტერიტორიაზე. უკანა ტერიტორიაზე ეგრევე არ არის ალტერნატიული შესასვლელი, ეგრევე არის სამანქანე გზა. აი ნახეთ, ძალიან მცირე რაოდენობით არის ტროტუარი და ფაქტობრივად უკან ამ ობიექტების შესასვლელი ვერ გაკეთდება, რადგან ძალიან მცირე ტერიტორია არის და გამოდის პირდაპირ ქუჩაზე. და ამბობენ, რომ სხვა შესასვლელი მათ არ რჩებათ და იზოლირებულები არიან ისინი. აი ხედავთ, უკნიდანაც არა გაქვთ იმის ადგილი და იზოლირებული ხართ ფაქტობრივად. იზოლირებული არც ერთი სანტიმი არ დაგვიტია, რომ სადმეიდან არ შევსულიყავით შიით. გასაპირებთ ახლა, თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო დაგიპირისპირდა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ქართული ოცნების ამომრჩეველი ხართ. ადგილობრივმა чиновникებმა მე დარწმუნებული ვარ, არიციან ზემდგომმა ესე. თორემ არავინ არ აპატიებს ამას. სადაც თუ გაიგებს ჩვენი თავრობა, პრემიერ-მინისტრი იქნება, ვინც არ უნდა ის იყოს რა. ივანიშვილი იქნება თუ რამე იქნება, ესეთი რამე არ მომხდარა საქართველოში ჯერ. არც ერთ ხელისუფლებაში არ მომხდარა, რაც აგინმა გააკეთა. და როგორ გვემუქრებიან კიდევ რომ კერძო საკუთრება რომელიც 27 წელია მაქვს, იმასაც რომ მერიაო ახლა შეაფასებაო, იგივე ამდენ შევაფასეთ, ამდენ შევაფასეთ და მაგათაც დაგიშლითო. ამასაც გვემუქრებიან. ხო და ამის უფლება არავის არ აქვს, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ აქა ისეთი რაღაცა რომ აი ვერც ერთი ორგანიზაცია ხელს ვერ კიდევს. ავალებენ ეგრევე, საიდან ავალებენ, როგორ ავალებენ გავლენიანი პირები ვაკეთებენ ამ ყველაფერს. მე მაყურებელს შევახსენებ კიდევ, რომ ამ წინა შესასვლელი ტერიტორიის მფლობელი არის დოკუმენტებში სხვა პირი, ადგილზე კი მოდის სულ სხვა პირი, რომელიც ამ ადამიანებს ემუქრება, რომ მათი ფართები უნდა დათმონ და ეს პირი არის ქართული ოცნების შემწირველი, რომელსაც ასევე პარტნიორი ყავს, როგორც აქ კომერციული ობიექტების მფლობელები ამბობენ, მანველიძე, რომელიც მათ არის საჭირის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო მისი მამა იყო ასევე ბათუმის ვიცემერი ბაგრატ მანველიძე და ქართული ოცნების ყოფილი ჩინოვნიკი არის, რომლებიც ახლა სამშენებლო სექტორში არიან და აქ სავარაუდოდ აპირებენ მაღლივი კორპუსის მშენებლობა შეისყიდეს მცირე რაოდენობით მიწა და უკვე კომერციული ობიექტების მფლობელებს უპირებენ შევიწროების შედეგად, რომ დაათმობინონ ეს ტერიტორია და დიდი ტერიტორიის ხარჯი აქ ააშენონ კორპუსი. ჩვენ ცხადია პირდაპირ ეთერის დასრულების შემდგომ დავუკავშირდებით ამ ადამიანებთან, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ გვექნება მცდელობა იმისა, რომ მათი მოსაზრებაც მოვისმინოთ, რა აქვთ მათ სათქმელი. აქ ამ ტერიტორიაზე არ არის გამოკრული, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობით მიწა მათ საკუთრებაში არის, არ არის გამოკრული რაიმე ტიპის საინფორმაციო ბანერი, რითაც ჩვენ დავადგენთ მათთან
საკონტაქტო ინფორმაციას, თუმცა ჩვენ პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგ გვექნება ამის მცდელობა, ვნახოთ თუ გამოვლენ ისინი კონტაქტზე, ჩვენ მზად ვართ მოусმინოთ მათ და ასევე ვნახოთ რითი იმართლებენ ამ მძიმე ბრალდებებზე თავს. შეძრამებისთვის ვთქვათ, რას აპირებთ ახლა თქვენ და რატომ გადაწყვეტეთ 2 წლიანი დავის შემდგომ უკვე რომ მედიასთან ილაპარაკოთ ამ თემაზე ღიად. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალს არ ვიპოვით. არ გავჩერდებით, სანამ ცოცხალი ვარ. არ დავთმობ მაგ ადგილს საერთოდაც რომ არ გავაკირავ. და თუ ასე მთლად დაქცეულია აი სახელმწიფო რომ გლეხს ყურადღება არ მოგვაქციოს, ამასაც ვნახავთ. მე ვაპირებ მაღალ ინსტანციებში წასვლას, პარლამენტში უნდა შევიდე, დავწერო განცხადება, უმაღლეს საბჭოში უნდა შევიდე, დავწერო განცხადება და მირა პასუხს გამწევს. თუ მართალია ეს შენობა წაიღოს მაგა. თუ მართალი იქნება თვითონ ჩვენთან, ჩვენს მიმართ. ჩვენს მიმართ მაგას მცდელობა აქვს ჩვენი დაჩაგვრის, ჩვენი დაქვეითების, ჩვენი შეშინების, მაგრამ არ შეუშინდების სიცოცხლის ფასად. და არ დავთმობ. ასე რომ თქვენც რომ შეაჯამოთ ბოლოს, რას აპირებთ ახლა? ჩვენ აი 2 წელი იმიტომ მედიასთან არ მივედით რომ სიმართლე რომ გითხრა მე მესირცხვილებოდა რომ ოცნების თავრობაში ასეთი რაღაცა გაკეთდა. იმიტომ ბევრი დამცინებს ახლა შენ არ იყავი ოცნების წევრი და მეუბნებიან კიდევაც. გამიგე? ამის გამო მედიასთან არ მინდოდა საერთოდ მისვლა, არ მინდოდა ვინმეს გაეგო, არ მინდოდა მეზობლებს გაეგო, გამიგე? მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიეთ. აი რას გეუბნები? თავრობის თავმჯდომარე რუნდურაკოს ახლა გეგოს ეს ამბავი. ესენი ეთქვენ გაჩერდი, მე დარწმუნებული გაჩერდება. იმხლა საიდან აქვს ამხლა ძალა არ ვიცი ახლა. კი ბიზიები ხავს იმაშიო პარლამენტშიო, უშიშროებაშიო, იგივე აგიო, მაგრამ ეგრევე აჩერებენ ყველას. იმავე წუთში აჩერებენ ყველას. ანუ ახლა მიხდით მედიის როლი და მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ პროცესში, როცა ადამიანს ჩაგრავს სახელმწიფო. ხო, მე ვაღიარებ, მართლა ვაღიარებ, ამას და ვამბობ სიმართლეს რომ არ მინდოდა ეს ვინმეს გაეგო ესე რა. რომ ოცნების თავრობაში ხომ ამბობდნენ სააკაშვილისთან ასე ხდებათ, არც თავრობაში ამ ფერაღაც არ მომხდარა. რასაც აგინი დაგვაპატიმრეს ფიზიკურად მაგენმა ჩვენ. დაგვაპატიმრეს. ხო. ხო და კიდე გეუბნები სასამართლოზე აქვან იმხელა ზეწოლა რომ 2 წლის განმავლობაში ჩემი შეტანილი სასამართლო ჯერ არ ჩაინიშნა. იმათმა 7 ჯერ გააჩაატარეს უკვე გამოსახლებაზე, გამიგე? და ი ვერ ნიშნავს სასამართლოს, ესე იგი რომ რაფერი თქვის ახლა მოსამართლემ არ შეხვიდა შენ ობიექტს. ხო? და მე ამიტომ არ მივმართე მედიას კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ არ მინდოდა ვინმეს გაეგო რა. გასაგებია. მადლობა. კარგი არის რომ მედია ჩაერთო ამ საქმეში, რადგან თქვენი სათქმელი უკვე ბატონებო ჩვენ არ დავთმობთ. პატიოსანი ხალხს თუ მოკლავენ, მოკლან აგერ აქ მოვიდნენ და მოკლან. გარდა იმისა, მაგ ადამიანმა ისეთი სიტყვები იკადრა, ისე გვემუქრა, ისე გვაშინა, არავითარ შემთხვევაში არ მივცემ. მართლა რომ ჩაგვაპატიმრონ, ვიქნებით პატიმრობაში. გასაგებია. მადლობა. მადლობა. თქვენ ისმენდით ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი საკუთრების უფლება ირღვევა. ჩვენ ცხადია ამ თემას ვაკვირდებით კვლავ და როგორ განვითარდება მოვლენები ამის შესახებ ინფორმაცია აჭარა ტაიმსის მაყურებელს აუცილებლად ექნება განახლებულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, ვინც ახლა გვიყურებს, გააზიარეთ ეს პირდაპირ ეთერი, რათა მეტ ადამიანს კონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება აჭარასა და მის მუნიციპალიტეტებში. დიდი აუდიტორია კი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება მოვახდინოთ, რადგან ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიას საშუალება ამ რეგიონში. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით, ნახვამდის.